მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ავთო გვასალია გაგაცნობთ. ეუთოდილის დასკვნა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოს არჩევნებზე მომზადებული დოკუმენტის მსგავსად ამერიკის არჩევნების შეფასებაზეც განსხვავებული პოზიციებია. ქართული ოცნება ოპონენტებს ურჩევს გაიცნონ ეუთოდილის ამერიკის არჩევნებზე გაკეთებულ დასკვნას, სადაც დეზინფორმაციის და ძალადობის შემთხვევებზეც არის საუბარი. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ არ არსებობს არც ერთი სანდო დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ამერიკაში არჩევნების დროს დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევებს ადგილი ჰქონდა. ნანა გოგატაძე უფრო დეტალურად გაგვაცნობს პოლიტიკურ სპექტრში გაკეთებულ განცხადებებს. ნანა, პირდაპირ ეთერში ხარ. საქართველოს საპარლამენტო და ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ერთმანეთთან შედარება ნონსენსია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ყველა ქვეყანაში არსებობს დარღვევები, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში არ არსებობს დასკვნა, რომელიც ამ პროცესების ლეგიტიმაციას ეჭქვეშ დააყენებდა. კიდევ ერთი ნონსენსი ჩემი აზრით არის შედარება ამ პროცესის ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებთან, სადაც არის მართლა ასწლეულობით გამაგრებული დემოკრატია და ეს პროცესი არის ძალიან მაღალი სტანდარტის. ეხლა იქ სპორადული შემთხვევები დარღვევის ყველგან შეიძლება იყოს, მაგრამ არ არსებობს ისეთი დასკვნა, სადაც თქვენ მეტყვით, რომ თავარ ფუნდამენტურ პრინციპებს დემოკრატიის და საარჩევნო პროცესის ქონდა რაიმე სერიოზული მნიშვნელოვანი დარღვევები, რამაც გავლენა მოახდინა ამ შედეგებზე. მე ხა სულ არ მაინტერესებს, სულ ბოდიში და ფეხებზე მკიდია ამერიკის შეერთებულ შტატებში დიქტატურა გაფორმდება თუ არ გაფორმდება ამ გადმოსახედიდან, ამ პერსპექტივის თვალსაზრისით. მე ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან ამოვდივარ და ვადარებ ჩემი ქვეყნის ორ არჩევნებს. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ის რის გამოც საქართველოს კრიტიკა დაიმსახურა, ანალოგიური პუნქტები გვხვდება ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაშიც, ხოლო ის დასკვნა, რომელიც არის გამოქვეყნებული მსგავსი ამერიკის შეერთებული შტატებისა, შესაბამისად არგუმენტები, რომელიც ოპოზიციას მოჰყავდა, მაგალითად აპელირებდა ამ ხრის განმავლობაში, საერთოდ ვერ მოხვდა ეუთოდილის დასკვნაში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სწორედ ამ არგუმენტებიდან გამომდინარე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ ამოღებულია. რაც თქვათ ნეგატიური ვიხილეთ ამ დასკვნაში, კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ ზუსტად ესეთი ნეგატიური პუნქტები არის ასახული ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, სხვა შეფასებებში, სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც არის ესეთი ნეგატიური, რა თქმა უნდა, პუნქტები, იმიტომ რომ ეს ყველგან ერთნაირად ხდება, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ყველგან არის დარღვევები და იდეალურად 100%-ზე არჩევნები არ სადარტყდება, მაგრამ კიდევ ერთხელ მაგიტომ შევახსენეთ ჩვენ საზოგადოებას, რომ ის პუნქტები, ის მუხლები, ის საკითხები, რითიც აპელირებდა რადიკალური ოპოზიცია, რომ თითქოს ეს არჩევნები იყო გაყალბებული, აბსოლუტურად არც ერთი აქედან არ არის მოხვედრილი ეუთოდილის ანგარიში, აქედან გამომდინარე ამ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დღის წესრიგიდან მთლიანად მოხსნილია. შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე დღეს ძალიან საინტერესოდ იყო და სიმბოლურად იყო გამოტანილი ეუთოდილის დასკვნის ის ნაწილები, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე არჩევნებს შეეხებოდა და სადაც ძალიან კრიტიკულად არის შეფასებული რიგი საკითხები, მათ შორის ძალადობრივი ფაქტები, მათ შორის დაშინების ფაქტები, ჟურნალისტების მიმართ და ამორჩევლის მიმართ. აღარ ვსაუბრობ თავად იმაზე, რაც ჩვენ ვნახეთ, ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ელექტრონულად მიმდინარეობს არჩევნები, სადაც დოკუმენტიც კი არ რჩება იმისა, რომ დადასტურდეს ამორჩეულმა ვის მისცა ხმა, სრულებით გამჭვირვალე და გარკვეულწილად ძალიან, ასე ვთქვათ, ღია იყო, მათ შორის თითოეული ამორჩევლის გაკეთებული არჩევანი და ის ფაქტი, რომ ოპოზიცია რაღაც პერიოდი აპელირებდა საერთოდ ამ გაჟონვასთან დაკავშირებით, ბიულეტინზე, ასე ვთქვათ, მარკერის გაჟონვასთან დაკავშირებით, აღნიშნულზე ვფიქრობ, რომ ეუთოდილის დასკვნამ სათანადო პასუხი გასცა. ეუთოდილის დასკვნაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხება, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ისაუბრა. მადლობა, ეს იყო ნანა გოგატაძე და როგორც მოვისმინეთ, ეუთოდილის კრიტიკული დასკვნით დაიწყო ბრიფინგი შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ამერიკის არჩევნებს ეხებოდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წაიკითხა ეუთოდილის დასკვნიდან მცირე ამონარიდი.
მიუხედავად იმისა, რომ ხმის მიცემის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით, სხვადასხვა შეზღუდვები მაინც არსებობს. ასეთი შეზღუდვები ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს და საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლების საერთაშორისო სტანდარტებს. მეორე, ამ არჩევნების წინ საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ მუქარის და ძალადობის გაზრდიმა რაოდენობამ გამოიწვია მნიშვნელოვანი შეშფოთება და შექმნა პრობლემები კომისიის წევრების დასახელებაში. მესამე, კამპანია ხშირად გამოირჩეოდა აგრესიულ, კონფრონტაციული და წამქეზებული რიტორიკით, მათ შორის პირადი თავდასხმებით. კამპანიის დროს იყო ძალადობის, მუქარის, აგრესიული ქცევის ფაქტები კამპანიის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების და ამომრჩევლების მიმართ. მეოთხე, შემაშფოთებელია ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროების მზარდი შემთხვევები, მათ შორის ძალადობა და მათზე პოლიციის მხრიდან თავდასხმა. მეხუთე, ოდირის წინა რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი არ იქნა გათვალისწინებული. ეს არის ამონარიდი ეუთო ოდირის დასკვნიდან, რომელიც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წლის 5 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. 26 ოქტომბრის არჩევნებზე კი ეუთო ოდირმა დასკვნა 55 დღეში მოამზადა. დოკუმენტში წერია, რომ პროცედურულად საქართველოში საარჩევნო დღე მთლიანობაში კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი. ეუთო ოდირმა შეაფასა საარჩევნო პროცესის შესაბამისობა ეუთოს პრინციპებთან, საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებთან. შემაჯამებელ ანგარიში დეტალურად არის საუბარი როგორც მიღწევებზე, ისე რიგ ხარვეზებზე. პირველად საარჩევნო უბნების უმრავლესობაში გამოყენებული იყო ამომრჩეველთა იდენტიფიცირებისა და ხმის დამთვლელი და ასევე წინასწარი შედეგების გადამცემი ელექტრონული მოწყობილობები. მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული მხარეების უმრავლესობამ ეს მიიჩნია პოზიტიურ ზომად, არჩევნების დღის პროცედურების სამართლიანობისადმი ნდობის გასაზრდელად, საერთაშორისო კარგი პრაქტიკიდან გადახვევით CESCOM არ მისცა ძირითად დაინტერესებულ მხარეებს სრული წვდომა პროცესებისადმი და დოკუმენტაციისადმი, რომელიც დაკავშირებული იყო მოწყობილობებთან და შესაბამისი აუდიტის ანგარიშები გამოქვეყნდა მხოლოდ არჩევნების დღის შემდეგ, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას და აძლიერებს შეშფოთებას მოწყობილობების მოწყვლადობასთან და ამომრჩეველთა ვინაობის გასამჟღავნებლად პოტენციურ ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. ზოგადად და პროცედურულად არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად ჩატარდა, მაგრამ გამოვლინდა დაძაბული გარემო. ხშირი კომპრომისები ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევისა და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობის ფონზე. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა დაშინებისა და წნეხის შესახებ, რაც ნეგატიურად აისახა პროცესებისადმი საზოგადოების ნდობაზე. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების შემდგომი უშუალო პრობლემების გადაჭრაში და იმუშაოს მომავალი არჩევნების გასაუმჯობესებლად. ამ და წინა ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვით. ეუთო ოდირის საბოლოო დასკვნა და პოლიტიკური შეფასებები. Როგორც ჩატარდა საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები, სადამკვირვებლო მისიის 53 გვერდიანი შეფასება მთელი დღეა განხილვის თემაა. დოკუმენტს დაპირისპირებული მხარეები სხვადასხვაგვარად კითხულობენ. ოპოზიციისთვის გამოქვეყნებული დასკვნა ისტორიულად მკაცრია. მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს არის ყველაზე მძიმე დასკვნა, რაც ოდირის საქართველოსთან დაკავშირებით გაუკეთებია. ეს დასკვნა, რომელიც არის უპრეცედენტოდ უარყოფითი, ამდაგვარი ნეგატიური დასკვნა პრაქტიკულად არც ერთ არჩევნებში საქართველოს ჩატარებულ არჩევნებზე არ ყოფილა, პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ასეთი არჩევნების შედეგად მიღებული შედეგები არის არალეგიტიმური, შესაბამისად არჩეული პარლამენტი არის არალეგიტიმური და ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ჩატარება სწორედ იმდაგვარად, რომ ქართულმა ხალხმა დაიმუშაოს მისი ფუნდამენტური უფლება. ამ დასკვნაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული თუ რა ტიპის დარღვევები იყო და ყველა ნაწილში ის ნაწილები და ის კომპონენტები, რაც შეადგენს მთლიანობაში დემოკრატიული საერთაშორისო სტანდარტის მქონე არჩევნების სურათს, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით აქ არის ძალიან მძიმე დასკვნები. ეუთო ოდირის დასკვნაზე შეფასებებს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. პრემიერ-მინისტრის სადამკვირვებლო მისიას მადლობას უხდის. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეუთო ოდირმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სათანადოდ შეაფასა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპულაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ეუთო ოდირი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შემდგომი განვითარებისთვის. ეს დასკვნა არსებითად იმეორებს წინასწარ დასკვნას, რომელიც თავის დროზე ეუთო ოდირმა გამოაქვეყნა უშუალოდ არჩევნების შემდეგ.
მე მინდა გადავხადო მადლობა ეუთოდირს, რომელმაც მიუხედავად აგრესიული თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეუთოდირი გამოთქვას საავადმყოფნას ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის. მე მინდა გაგაცნოთ ის ძირითადი შეფასებები, რომლებიც გვხვდება ეუთოდირის ტექსტში. პირველ რიგში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა მთლიანობაში ქმნიდა ადეკვატურ ჩარჩოს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. პარტიების რეგისტრაცია სათანადოდ განხორციელდა და არჩევნები ამორჩეულს ფართო არჩევანს სთავაზობდა. საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, მედია იყო დივერსიფიცირებული, არჩევნებისთვის მომზადების პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების ტექნიკური ასპექტების ადმინისტრირებას ეფექტიანად ახორციელებდა, არჩევნების დღე მთლიანობაში პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და მართული, კანონმდებლობა უზრუნველყოფდა არჩევნებზე აქტიურ დაკვირვებას მოქალაქეებისა და უცხოელი დამკვირვებლებისათვის. ასევე ეუთოდირს ორივე მხარე მიაწოდა ინფორმაცია იზოლირებული ძალადობრივი ინციდენტების შესახებ, ანუ საუბარია მხოლოდ იზოლირებულ ინციდენტებზე. რა თქმა უნდა, დასკვნაში, როგორც ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში, აქაც წარმოდგენილია გარკვეული კრიტიკული შენიშვნები, მათ შორის საუბარია ხმის ფარულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 76%-ში, უბნების 76%-ში, სადაც წარმოებდა დაკვირვება, ეუთოდირმა საერთოდ ვერავითარი ხარვესი ვერ დაადგინა. სხვა შემთხვევებში იყო ცალკეული ხარვეზები, რაც იქნა იდენტიფიცირებული. ეს უკავშირდებოდა ბიულეტენების არასწორად შეყვანას, უბნის არასათანადოდ მოწყობას, ეგრეთ წოდებულ გაჟონვას, ვიდეო გადაღებას და ამ შემდეგ. ვიდეო გადაღებაზე მინდა შეგახსენოთ, რომ ოპოზიციის მოთხოვნა იყო ვიდეო გადაღება წარმოებული იყო საარჩევნო უბნებზე, აქედან გამომდინარე, რთულია ეს საკითხი დარღვევად ჩაითვალოს, გარკვეული ხარვეზები იქნა იდენტიფიცირებული საჭიროების განხილვის პროცესში, ასევე ერთ-ერთ პრობლემად, თავარ პრობლემად უბრალოდ იქნა განხილული პოლარიზაცია, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე მედიაში. ეს არის ის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენს გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია. მთლიანობაში ეუთოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული, ეს იკითხება ეუთოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ეუთოდირს. მნიშვნელოვანია, რომ ეუთოდირის მისიამ მზადყოფნას გამოთქვას ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის. ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნების დღეს უბნების 90%-ზე მეტში საარჩევნო პროცესი შეფასდა დადებითად. ნიშანდობლივია, რომ ანგარიში გაკრიტიკებულია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მცდელობა თავიანთი წარმომადგენლების საარჩევნო დამკვირვებლად წარმოედგინათ და შეეგზავნათ საარჩევნო უბნებზე. მნიშვნელოვანია, რომ ეუთოდირის ანგარიში ხაზგასმულია საქართველოს წარმავალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, რომელმაც, როგორც ანგარიში წერია, აქტიური როლი შეასრულა საარჩევნო კამპანიაში, როდესაც ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა წინასაარჩევნო კოალიციებისა და მთავრობის დაკომპლექტების თაობაზე, რითაც პოტენციურად გავიდა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნეიტრალური არბიტრის მანდატით. ანგარიში ასევე მოხდა ისვედის პარადოქსული ქცევა, რომელმაც უარი თქვა პარალელური დათვლით. სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ნარატივი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ერთ-ერთი საბაბიც კი იყო. ამას გარდა შეგახსენებთ, რომ უცხოელებთან კომუნიკაციისას სალომე ზურაბიშვილი ამ ბრალდებას საპარლამენტო არჩევნების შეუმდგარად გამოცხადებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებდა. ამ ხმაურიანი ცრუ კამპანიის ფონზე მართლაც გამანადგურებელია მათთვის, რომ ეუთოდირს ეს საკითხი არათუ პრობლემურად, საერთოდ ნახსენებიც კი არ აქვს. ანგარიში სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300,000 ხმის გაყალბების შესახებ. მითი ბიულეტენების მონიშნვის საყოველთაო გაჟონვის შესახებ საბოლოოდ დაიმსხვრა. ეუთოდირის ანგარიშის თანახმად მათ დაკვირვების 94%-ში მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაუფიქსირებიათ. დაკვირვების მხოლოდ 6%-ში მართალია დააფიქსირეს მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა, თუმცა მათი შეფასებით ამას მხოლოდ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა.
მეორე დღეა განხილვის თემა ევროსაბჭოს ხელმძღვანელის ვიზიტი და მოწოდება დიალოგთან დაკავშირებით. პოლიტიკური დისკუსიის ადგილი პარლამენტშია. ასეთია ხელისუფლების პოზიცია დიალოგთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 4 ოპოზიციურ პარტიას 61 მანდატი აქვს, რისი გამოყენებაც საკანონმდებლო ორგანოში დიალოგისთვის შეუძლიათ. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოწოდება დასხდნენ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან. ოპოზიციისგან უარია. საქართველოს პრემიერი კი ხელისუფლების ოპონენტებს ევროსაბჭოს ხელმძღვანელს თავდასხმაში ადანაშაულებს. ბატონი ალენ ბერსე გახლავთ ევროსაბჭოს პირველი პირი. ის არის ევროსაბჭოს ხელმძღვანელი, ხო, ეს ერთი. მეორე ეს ადამიანი არის ადამიანი კონკრეტული წარსულით, ის ორჯერ იყო შვეიცარიის პრეზიდენტი, სხვადასხვა დროს არაერთ გზის იკავებდა შვეიცარიაში მთავრობის წევრის, მინისტრის თანამდებობას. მას ზურგს უმაგრებს თავისი წარსული და დღეს ის არის ევროსაბჭოს პირველი პირი, ხომ? თქვენ იცით, რომ პირზე აკერიათ მათ სიტყვა მასშტაბადამე და ეს სიტყვა უკავშირდებოდა სწორედ საქართველოს გაწევრიანებას ევროსაბჭოში და დღეს ამ ევროსაბჭოს ხელმძღვანელია ალენ ბერსე, რომელსაც ისინი უწოდებენ საეჭვო კაცს და მისი თანამდებობაც არ მოსდით მაინც და მაინც თვალში. აქედან ჩანს რა, რომ სადაც მათ დაინახეს ელემენტარული ობიექტურობა, მაშინვე თავს დაესხნენ კონკრეტულ ევროპელ პოლიტიკოს. ეს მეტყველებს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე. მე მათ ადგილზე, ღმერთმა არქნას მათ ადგილზე როდეს მე ვიყო, მაგრამ რომ წარმომიდგენია პრაგმატულად, რას გავაკეთებდი მათ ადგილზე, რა თქმა უნდა, ასეთი თავდასხმებისგან თავს შევიკავებდი პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ყველაფერს რო თავი დავანება, თუმცა იმდენად მძიმეა მათი ემოციური მდგომარეობა, რომ ვერ მოახერხეს აქ ემოციურად თავის შეკავება. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც მათ საბოლოო ჯამში გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს. ოპოზიციისთვის პოლიტიკური გზები არის მიუღებელი გზები. ვინაიდან ჩვენ საქმე გვაქვს უკვე ექსტრემიზმში გადაზრდილ ჯგუფებთან. რა დიალოგზია საუბარი მათი მხრიდან, როდესაც ადამიანმა, რომელმაც სიტყვა დიალოგი ახსენა და პოლიტიკურ ჩარჩოებს და ასე ვთქვათ მოქმედება ახსენა, პირდაპირ თავს დაესხნენ ზიზღით, რუსეთის აგენტად გამოცხადებით და ამათ წარმოდგენაში უფროსობასთან უჩივლეს თან, ასე ვთქვათ, წერილი მიწერეს ევროსაბჭოს, რომ განიხილეთ ეს ადამიანი დასაჯეთ, ასე ვთქვათ, მოკვეთეთ და შეაჩვენეთ. ნაცობა, როგორც ასეთი, ხო? სხვა რამე კი არ არის. პირდაპირ წარმოაჩინა სახე ქართულმა ოპოზიციამ და NGO სექტორმა ევროსაბჭოს მიმართ და შეიძლება ითქვას, რომ ევროპის დონეზე შეგვარცხენეს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მათ ნარატივში არ ჯდება, პირდაპირ ხდება მისი ასე ვთქვათ სტიგმატიზება როგორც რუსეთის აგენტისა და მორჩა მე იმის შემდეგ იმის მიმართ ყველაფერი შეიძლება. ეს ზუსტად ის ბოლშევიზმი, ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც დღეს მათ შორის გარედან წაქეზებით საქართველოში არის. ერთადერთი, ვინც ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას, ეს გახლავთ ქართველი ხალხი. რაც შეეხება ამ ლეგიტიმაციის ძებნას სხვადასხვა განცხადებაში თუ ქმედებაში, ეს არის ოპოზიციის ვასალური მენტალიტეტის კიდევ ერთი წარმოჩინება. ხელისუფლების ოპონენტებს დიალოგი არ სურთ და ორი პირობა აქვთ: ხელახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლონიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში გარკვეული წითელი ხაზები უკვე გადალახულია. მისი განცხადებების რაღაც ნაწილი არის აცდენილი რეალობას, იმიტომ რომ საქართველოში დღეს წითელი ხაზი არის უკვე გადალახული ყველა მიმართულებით, ან კონსტიტუციური წესრიგი არის მორღვეული ხა. კონკრეტულ კანონებზე ლაპარაკი ეს იგივე არ უცხო, იმდენად არათემატური გახლავთ, როგორც არის, რა ვიცი, ანაბრების დაბრუნებაზე რო დავიწყოთ, ლაპარაკი დიალოგი ძალასთან, რომელსაც აქვს დიქტატურა დამყარებული, პოლიტიკური ტყვეები ყავს აყვანილი და ქვეყნის კურსი აქვს შეცვლილი, ფიზიკურად წარმოუდგენელია. თუ ის იმ ნაბიჯებს გადადგამს, რასაც ამდენი ხნის მანძილზე ვითხოვთ, ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, გარკვეული საუბარი კიდევ შეიძლება. მეორე საუნიში პირველი რო იყო რა. ის გასცდა თავის მანდატს. მისი მანდატი არ არის რაღაცა ჯგუფების შექმნა და დიალოგის დაწყება. არ არის მისი მანდატი, მათ უნდა შეეფასებინათ ადამიანის უფლებების დარღვევები საქართველოში და ამას უნდა ყოფილიყო ყველაფერი აწყობილი. ქართული ოცნება ოპოზიციას არაკონსტრუქციულობაში ადანაშაულებს, ხელისუფლებაში მოლოდინი არ აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს რეკომენდაცია გაითვალისწინონ. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას დიალოგის რესურსიც კი არ აქვს.
დიალოგის თემაზე სანამ მოგვიწოდებდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ არაერთი განცხადება გააკეთა და შესთავაზა დაინტერესებულ პირებს, რომ ის მზად იყო, მისულიყო და ამ დიალოგის ფორმატში განეხილათ ნებისმიერი საკითხი, რაც დაინტერესებული პირებისთვის იქნებოდა აქტუალური. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ მათ არათუ ვერ გაბედეს, მათ შეეშინდათ, რომ ამ დიალოგის ფორმატში შემოსულიყვნენ. დიალოგის ფორმატში შესვლა მათთვის არის წამგებიანი, იმიტომ რომ რეალურად საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვს. ყველა მიზეზს იშველიებენ იმისთვის, რომ ამ ველში არ შემოვიდნენ. რაც შეეხება განცხადებას და მოთხოვნებს, რომელსაც რადიკალები აყენებენ, აბსოლუტურად აბსურდულია. ოპოზიციას დიალოგის რესურსი არ გააჩნია, იმიტომ რომ ეს ოპოზიცია თავიდანვე შექმნეს, ჩამოაყალიბეს და გამოზარდეს როგორც ექსტრემისტული ორგანიზაციები. პოლიტიკური ტერორისტების დიალოგისკენ წამოყვანა ცოტა შეუძლებელი რამ არის. მათთვის ნებისმიერი დიალოგი მიუღებელი იყო ყოველთვის. გამოზარდეს აი მუცხოველმა მხარდამჭერებმა არა დემოკრატიული ოპოზიცია, არამედ ექსტრემისტული ძალა საქართველოში, რომელსაც არც დიალოგის, არც დემოკრატიული პროცესის, არც კანონიერების აღქმა არ გააჩნია. თურქეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. მაკა ბოჭორიშვილსა და ალიქან ორბაიშორის შეხვედრა სამინისტროში გაიმართა. მხარეები განსაკუთრებულად მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას. განიხილეს დღის წესრიგით აქტუალური საკითხები. თბილისსა და რეგიონებში აქცია მსვლელობები გრძელდება. დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ლოკაციიდან მართავენ მსვლელობას. საპროტესტო აქციას შეუერთდნენ მასწავლებლები. პედაგოგები ჯერ აბაშიძის თეატრთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც სიმბოლურად კალმები დატოვეს. მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან აქციას უერთდებიან. გათავისუფლდეს ანდრო ჭიჭინაძე და ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული. მეორე, დაუყოვნებლივ დაინიშნოს სამართლიანი არჩევნები, რომელიც ხალხის ნებასურვილს გამოხატავს. დაუყოვნებლივ დაიწყოს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების სამინისტრომ თუ რაც არის ურთიერთობა იმ ევროპულ სტანდარტებთან, რომელზეც მათ უარი თქვეს. აქ შეკრებილი არიან პედაგოგები, რომლებსაც აქვს თავიანთი მოთხოვნები უსამართლობის წინააღმდეგ, აუცილებელია ხელახალი არჩევნების ჩატარება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ დიპლომებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხთან ეგ არის აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავლენა არ აქვს. ცენტრი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება. ამის შემდეგ ეგ არს ექნება 60 გადაწყვეტილებას ეგ არის არანაირი გავლენა არ აქვს კიდევ ერთხელ აღნიშნავ დიპლომების აღიარების და კვალიფიკაციების აღიარების საკითხთან როგორც 2019 წლამდე იყო საქართველოში გაცემული დიპლომები აღიარებული საერთაშორისო დონეზე როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ასევე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში ისევ იქნება იმგვარად იქნება აღიარებული კვლავ ჩვენი დიპლომები გეგმავთ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ამისთვის ჩვენს ორგანიზაციას აქვს 20 დღიანი ვადა და შემდეგ უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები 60 დღის ვადაში განიხილავენ ჩვენს საჩივარს. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ეგ არის გადაწყვეტილებას ეხმაურება. თინა ბოგუჩავა თვლის, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის ევროპულ რეესტრში რეგისტრაციის ოფიციალურად შეჩერება მოქალაქეებისთვის არის დამაზიანებელი. ჩამოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც აისახება საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, განათლების ხარისხზე, ჯანდაცვის ხარისხზე, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოში გვქონდეს ევროპული ხარისხის განათლება თუ ჯანდაცვა თუ უსაფრთხოება, ეს ინსტიტუტები დღეს ემსახურებიან არალეგიტიმურ მთავრობას. ენქას გადაწყვეტილებაზე განმარტებებს აკეთებენ სახელმწიფო გუნდში. ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგისტრაციის შეჩერებას დიპლომების აღიარებასთან კავშირი არ აქვს. მართლ გუნდში იმედოვნებენ, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში შეჩერებული რეგისტრაცია დროულად აღდგება. ამ ორგანიზაციის წევრობა არის კარგი, მაგრამ კიდევ არანაირი კავშირი ამას დიპლომების აღიარებასთან თუ სხვა პრაქტიკულ საკითხებთან, რომელიც მნიშვნელოვანი არის სტუდენტებისთვის და უმაღლეს სასწავლებლად არ
ასე რომ ესეც ტყუილი, რაც შეეხება ამ შეჩერებისთან დაკავშირებულ საკითხს, ეს ჩვენთვის ცნობილი იყო. ამიტომაც წელს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მინაიდან გახდა საკანონმდებლო საკითხი, რომელიც ამ ორგანიზაციის წარმოდგენით არ შეესაბამება გარკვეულ სტანდარტს, არაფერი განსაკუთრებული არ არის სხვათა შორის. საკითხია იმაზე თუ ამა თუ იმ ასე ვთქვათ დანიშნულებთან დაკავშირებით როგორ უნდა იყოს საკანონმდებლო რეგულაციები და არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის. ეს ჩასწორდა ეს საკანონმდებლო ხარვეზი, ის რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა, ამიტომაც გამჭვირდოთ ეს წინასწარ და ვინაიდან ჩვენ გვქონდა განათლების სამინისტრო კომუნიკაცია და ეს ხარვეზი ჩასწორდა კანონში, ამიტომ განათლების სამინისტრო გასაჩივრების მექანიზმი არსებობს. გასაჩივრების ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება 2023 წლის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობას 2023 წლის მდგომარეობით. დღეს რასაც საუბრობს, ეს დღეს აქტუალური აღარ არის, იმიტომ დღევანდელი კანონმდებლობა სხვანაირად გამოიყურება. ამიტომ გაასაჩივრებს და მოკლე ვადები არის როგორც ვიცი და იმედი მაქვს რომ ამის შედეგად ეს ყველაფერი უკვე დაუბრუნდება პირველად მდგომარეობას, თუმცა კიდევ ერთხელ არანაირი პრაქტიკული გავლენა ამას სტუდენტებზე, დიპლომებზე თუ ასე შემდეგ არ აქვს, იმ ფაქტს საერთოდ არ ვიყავით, როდესაც დიპლომები უკვე დიდი ხანია აღიარებული არის ჩვენი ევროპაში. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არანაირი გავლენა ამ რეგისტრაციის დროებით შეჩერებას არ ექნება არც დიპლომების აღიარებაზე, არც დამატებითი გრანტების მოპოვებაზე უნივერსიტეტებისა და სტუდენტების თუ პროფესორ-მასწავლებლების მიერ, არც გაცვლით პროგრამებზე. ეს პროცესები წარიმართება ისევე, როგორც აქამდე იყო და ამ დროებით შეჩერებას არანაირი გავლენა არ ექნება. რაც შეეხება თვითონ ამ პროცესებს, პირველ რიგში ეს არის შეფასებული 2023 წლის მოცემულობებით, რაც რა თქმა უნდა არასწორი არის, იმიტომ რომ 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე მთავრობის ინიციატივით, რომელიც მომზადებული იყო განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ჩვენმა კომიტეტმა, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა განიხილა არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შემდგომში პარლამენტში იყო წარდგენილი და მინდა გითხრათ, რომ ძირითადი რეკომენდაციები შესრულებულია. სამწუხაროა, რომ მათ დასკვნა დააფუძნეს 23 წლის მდგომარეობას და არა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც როგორც პარლამენტის მიერ, ასევე სამინისტროს მიერ გადაიდგა 24 წლის განმავლობაში. ამიტომ ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ამ გასაჩივრების საფუძველზე წარდგენილი იქნება ყველა დეტალური ცვლილება, რომელიც როგორც საკანონმდებლო, ასევე სამინისტროს დონეზე და პრაქტიკულ დონეზე იქნა განხორციელებული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება მხედველობაში გატარებული და ეს შეჩერებული რეგისტრაცია აღდგება. და რა ხდება უკრაინაში? ვითარება უკრაინაში ფაქტობრივად უცვლელია, ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ხარკოვზე, შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. რუსები თავს დაესხნენ ხერსონის ოლქსაც, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. ოკუპანტებმა დრონით იერიში ზაპოროჟიეს ოლქზეც მიიტანეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები. უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. პარალელურად დრონებით თავდასხმის შედეგად ყაზანში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი დღეს დილით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თათრეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკრაინული დრონები გაანადგურეს. დღეს ჩვენ დიპლომატიურ გუნდთან ერთად დავასრულეთ უკრაინის ახალი ელჩების სიის ფორმირება. მე მივიღე 30-ზე მეტი გადაწყვეტილება. განკარგულებები მალე ოფიციალური გახდება დიპლომატიური პროცედურების შესაბამისად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინისთვის მუშაობს. როგორი იქნება ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით? დონალდ ტრამპი ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვს თავდაცვითი ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზარდონ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს. გარდა ამისა, გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტი სავარაუდოდ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებასაც გეგმავს. ნატოს ამჟამინდელი სამიზნე თავდაცვითი ხარჯებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ია. ტრამპმა კი არაერთხელ მოუწოდა ალიანსს ამ თანხის გაზრდისკენ.
ჰუსიტების მიერ გაშვებული რაკეტა თელ-ავივის საჯარო პარკში აფეთქდა, რის შედეგად 16 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. იემენიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტის გამო დღეს დილით განგაშის ხმა მთელ ცენტრალურ ისრაელში ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით რაკეტის განადგურების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. ფონ დერ ლაიენის კომისიას ძლიერი მრჩეველები ხელმძღვანელობენ. ამის შესახებ ევროკავშირის გამჭვირვალობის ხელმძღვანელი ამბობს. ემილი ო'რეილი ამბობს, რომ ის არასოდეს იყო მშვიდად პრეზიდენტის კაბინეტის წევრებთან, რომლებიც ინტელექტუალური ადამიანები არიან, მაგრამ არ არჩეულები. მან განაცხადა, რომ გამჭვირვალობა დროთა განმავლობაში მხოლოდ გაუარესდა. ო'რეილი, რომელიც თანამდებობას თებერვალში დატოვებს, თქვა, რომ თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში იგი არასოდეს შეხვედრია ფონ დერ ლაიენს და არასოდეს გრძნობდა თავს მშვიდად ძლიერ მრჩეველთან, რომელიც მისივე თქმით ზის კომისიის პრეზიდენტის კაბინეტში. ევროკავშირი 2024 წელს რუსული გაზის რეკორდული მოცულობის იმპორტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტმა ევროკავშირში წელს რეკორდულ დონეს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ქვეყნები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ. თუ ვინმე აპირებს ხელი შეუშალოს გაზის ტრანზიტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუ ვინმე აპირებს მიაყენოს უზარმაზარი ეკონომიკური ზიანი ევროკავშირის, ეს პრეზიდენტი ზელენსკია განაცხადა რობერტ ფიცომ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების ერთდღიანი სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მას აქვს ნერვიულობის უფლება, მე არ ვისურვებდი მის ადგილზე ვიყო, რადგან მისი ქვეყანა იტანჯება. დამატებამ სკანდალში გახვეული მოსამართლის შეწყალებისთვის ბაიდენის მიმართ მოსახლეობას უკმაყოფილება აქვს. საქმე ეხება პენსილვანიის ყოფილ მოსამართლეს მაიკ კონაჰანს, რომელსაც 17 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, მას ბრალი 3 მილიონამდე თანხის უკანონო დაღება შეედებოდა. ბრალდების თანახმად მოსამართლემ ეს თანხა 2300-ზე მეტი დაკავებული არასრულწლოვნის კერძო ცენტრებში გაგზავნის სანაცვლოდ მიიღო. კონაჰანი ციხიდან 2020 წელს გაათავისუფლეს კოვიდის პანდემიის დროს, ის შინაპატიმრობაში იყო, თუმცა ამერიკის მოქმედა პრეზიდენტმა მოსამართლე 2 დღის წინ შეიწყალა. გერმანიაში მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. ინფორმაციას გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. დაშავებულთა რაოდენობა 200-ზე მეტში ადგენს, 41 ადამიანი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. 20 დეკემბერს საღამოს საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა, დანაშაულის მოტივი უცნობია. საუდის არაბეთის მოქალაქე 50 წლის მამაკაცია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. დაახლოებით 1 საათი ხვდებოდა საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ეუთოოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ისაუბრა, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააჟღერა მთავარი მოთხოვნა ფადამდელი არჩევნები. რა გზავნილები ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს მარიამ კოპალეიშვილი გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. მარიამ, გისმენთ. დიახ, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი, სადაც მან ისაუბრა არჩევნების მიმდინარეობაზე და ეუთო ოდირის დასკვნაზე. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, დასკვნა ნეგატიურად აფასებს მისი თქმით არჩევნებს, შესაბამისად ეს ქმნის კიდევ ერთ საფუძველს იმისთვის, რომ გააქტიურდეს მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით ის მზად არის ესაუბროს მართველი გუნდის წარმომადგენლებს, მათ შორის ის ასევე ამბობს, რომ დარწმუნებულია ამ საკითხთან დაკავშირებით და მოთხოვნასთან დაკავშირებით გაძლიერდება საერთაშორისო ზეწოლა იმისთვის, რომ სწორედ ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე, რომ პარალელურად მიმდინარეობდეს საპროტესტო აქციები, მან ასევე დაანონს ხვალ საკუთარი სიტყვით გამოსვლა რუსთაველზე 9 საათზე. ჩვენ გადავდივართ ახლა ყველანი ერთად ახალ ეტაპზე იმ მოთხოვნის, ძირითად მოთხოვნის, რომელსაც ქვია ახალი არჩევნების დანიშვნა. რამე თუ ამ პირობებში არ შეიძლება, რომ იყოს სხვა პოლიტიკური გამოსავალი, სხვა ნამდვილი გამოსავალი ამ კრიზისიდან, თუ არა არჩევნების დანიშვნა.
ეს არის ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც გაუვლია ესოდენი კრიზისი, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ყველა მიცის ძალიან კარგად, არ არსებობს ისტორიაში თუ პოლიტიკურ პროცესებში სხვა ვარიანტი, რომ გამოხვიდე კრიზისიდან. როცა ნდობა არ არსებობს არჩევნების, როცა ნდობა არ არსებობს ხელისუფლების, როცა ხელისუფლება გადასული არის და ხელისუფლებას ბრჭყალებში ვეძახი, გადასული არის წყვილებზე იმისთვის, რომ თავისი ადგილი გაამყაროს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებული არის და ერთადერთი გზა არის ადგილობრივ რატო ვეძახი არ ვიცი, ახალი არჩევნების გზა. ამისთვის ჩვენ დავსახეთ დღეს ვიტყოდი შეტევის სტრატეგია, სადაც ყველა მიმართულებით, ეს იქნება ჩვენი უცხოელ პარტნიორებთან, აქ შიგნით სამართლებრივად, რომ ყველაფერი ჩამოყალიბებული ქონდეს და არ აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ უცებ დაინიშნოს არჩევნები და ჩვენ მზად არ ვიყოთ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და მივდივართ მოკლე გზაზე. ეს არის სიახლე ამ ეუთოს დასკვნის შემდეგ, რომ აქ დიდი დრო აღარ არის, დიდი დრო მით უმეტეს არ არის, რომ თვითონ ქართული ოცნება არის გადასული ძალიან აჩქარებული ტემპით, ახალი კანონების მიღებას ცდილობს იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე. და ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ უნდა ყველანაირი ზეწოლა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან იმისთვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, იმიტომ ის არის ერთადერთი, რომელიც აიღებს გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ არ ჩამოიშალოს მთლიანად მისი სისტემა, სანამ ჩამოიშლება მთლიანად, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისი კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივი არის და ამას არ ჭირდება ბევრი ბჭობა ამაზე. მე პირადად მზად ვარ, რომ როცა უნდა შევხვდე. სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს წინ უძღოდა დაახლოებით 1 საათიანი შეხვედრა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მის მსგავსად ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც იზიარებენ მოთხოვნას, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. არც ერთმა საერთაშორისო პარტნიორმა, არც ერთმა მეგობარმა სახელმწიფომ არათუ არცნო ივანიშვილის მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგები და შესაბამისად არცნო მისი ლეგიტიმაცია, არამედ პირიქით დაგმო თუნდაც გუშინდელი რადგის ეუთო ოდირის დასკვნა. ის რაც ხდება თბილისის და არამხოლოდ თბილისის ქუჩებში, ის რაც ხდება სოფლის სახელმწიფოთა დედაქალაქებში, გაგრძელდება საქართველოსთან მიმართებაში მანამ სანამ ამ ქვეყანაში ჩატარდება ახალი არჩევნები. ეუთო ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის მოთხოვნა ახალი არჩევნების შესახებ არის სრულიად გამართლებული. ის გადაწყვეტილებაც, რომ ქვეყანაში ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები, უნდა მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა. ხელახალი არჩევნების მოთხოვნა ეს იყო სწორედ მთავარი გზავნილი დღეს სალომე ზურაბიშვილისგან, რომელიც შეხვდა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და მათ შორის აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. მადლობა, ეს მარიამ კოპალეიშვილი იყო. ჟურნალისტ და პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ჩვენი კოლეგა ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. გიორგი ლაფერაშვილის დახმარების მსურველებს თანხის ჩალისხვა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე. რუსთავში კულტურის სახლის ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. 1948 წელს აშენებული შენობა რესტავრაციის შემდეგ არქიტექტურულ სტილს შეინარჩუნებს. პროექტის მიხედვით დაგეგმილია საკონცერტო დარბაზის მოწყობა თანამედროვე სისტემით. რესტავრაციის შემდეგ უფუნქციოდ დარჩენილი ძველი შენობის ადგილზე თანამედროვე მუსიკალური ლაბორატორია შეიქმნება.
პროექტს, რომელსაც დღეს რუსთავში ვახორციელებთ, მერიის გუნდი არის უპრეცედენტო თავისი მასშტაბით, შენობა, რომელიც უფუნქციო იყო ათწლეულების განმავლობაში, რეაბილიტაციის შემდეგ და იმ ახალი კონცეფციის შემდეგ, რომელიც ჩვენს მიერ არის შემუშავებული, იქნება ჩართული ქალაქის ცხოვრებაში და დაუბრუნდება უკვე განახლებული ახალი სერვისებით, ყველა იმ თანამედროვე მიდგომით, რომელიც სჭირდება კულტურის და სახელოვნებო სფეროში ჩართულ ადამიანებს. რუსთავის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დაწყებულია და ჩვენი გუნდი ვაცხადებთ, რომ ახალგაზრდებზე ზრუნვა და მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა განსაკუთრებულ ხასიათს და განსაკუთრებულ პრიორიტეტს ატარებს და პროექტის დასრულებისათვის, რომელიც დაახლოებით 1 წლის ვადაში იქნება, რუსთავი შეიძენს სრულიად ახალ, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და კულტურული ცხოვრებისათვის ერთ-ერთ განსაკუთრებულ მიზიდულობის ახალ ცენტრს. ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო. ახალი წლის დღეების ფარგლებში მთავარ მოედანზე საშობაო ბაზრობა მოიწყო. განთავსდა გასართობის სივრცეები ბავშვებისთვის. საღამოს დაგეგმილია ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება, ღონისძიება კი გალა კონცერტით დასრულდება. დღეს ტრადიციულად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ავანთებთ ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციით დღეს მოწყობილი არის მოედანზე ბავშვთა გასართობის სივრცეები, გამოსული არიან მეწარმეები და ვეპატიჟებით ჩვენ თანამოქალაქეებს, თავიანთ ბავშვებთან, შვილიშვილებთან ერთად მოვიდნენ და ტრადიციულად შეხვდნენ ახალი წლის ლამაზ დღეს. მთელი დღის განმავლობაში იქნება გართობა, მუსიკა, ბავშვებისათვის შექმნილი არის გასართობის სივრცეები. მნიშვნელოვანია ესეთი ღონისძიებები, რადგან ჩემი პროდუქტი უფრო ცნობილი გახდეს არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ახალი წელი ჩემთვის იგივდება და ჩემი ოჯახისთვის, რაც ახალი შემომტანი, ახალი მიზნების დასახვისთვის, მინდა უსურვო ჩვენ ერს, რომ შვიდობა ყოფილიყოს მთელ ქვეყანაში. ნაძვის ხის ასანთებად ემზადებიან ბოლნისშიც. ღონისძიება დღეს გაიმართება. პარალელურად მოწყობილია გასართობის სივრცეები. უკვე მეოთხე წელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ტარდება თელს ქვეყანაში საახალწლო დღეები. წელს 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თითქმის თელს ტერიტორიაზე 63 მუნიციპალიტეტში ტარდება საახალწლო დღეები. დღის განმავლობაში საშობაო ბაზრობებია, უამრავი სხვა აქტივობები და საღამოს გრანდიოზული კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება. ჩვენთან ერთად, ბოლნისთან ერთად კიდევ რამდენიმე ქალაქი იწყებს დღევანდელ დღეს ამ საზეიმო განწყობას და უერთებით და ვულოცავთ ყველას დამდეგ შობა ახალ წელს. დღეს ძალიან ბედნიერები ვართ, პატარასთან ერთად გამოვედი, პატარები ძალიან ხარობენ და ყოველს გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. ბოლნისში ახალი წლის დღეების ფარგლებში იმართება საშობაო ღონისძიება, სადაც ჩართული ვართ ადგილობრივი მეწარმეები, არის დილიდან ფუსფუსი და არაჩვეულებრივი მხიარული განწყობა. გავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ადგილობრივ მეწარმეებს, რომ შეძლონ წარუდგინონ თავიანთი ნაწარმი ადგილობრივ საზოგადოებას. სრულიად საქართველოს და ჩემს ლამაზ ბოლნის ვულოცავ დამდეგ შობა ახალ წელს. ახალი წლის დღეების აღნიშვნა დაწყებულია სვანეთშიც. ნაძვის ხეს დღეს გაანათებენ. პარალელურად სადღესასწაულო ღონისძიებები მესტიაში გრძელდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით წელს წინა საახალწლო ღონისძიებები სვანეთიდან იწყება. განწყობა არის შესანიშნავი. მუნიციპალიტეტი როგორც ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს და ჩართულია ყველა დეტალში ამ ღონისძიების. ველოდებით ძალიან ბევრ დამსვენებელს. არის მშვენიერი სათხილამურო კურორტი, მშვენიერი სეზონის გახსნაც გვაქვს დღეს, თოვლი არის. განწყობა მშვენიერი, ამინდებით ხელს ვიწყობს, გზებით ძალიან კარგია. შესაბამისად გელოდებით ყველას. ძალიან მოგწონს, ულამაზესი ამართლა თავრობა და ყველას გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. ბედნიერი და უხვი ახალი წელი გქონდეს მთელ საქართველოს. პირველ რიგში მინდა მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი სრულიად საქართველოს. სვანეთს, ბავშვებს განსაკუთრებით. კიდევ ერთი ქალაქი, სადაც ახალი წლის დღეები აღინიშნება, ლანჩხუთია. მუნიციპალიტეტში სპეციალურად მოეწყო გასართობის სივრცეები. აინთება ნაძვის ხე, დაგეგმილია კონცერტიც.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ლანჩხუთში ჩვენს ქალაქში დღეს იმართება საახალწლო ღონისძიებები. მთელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, დატვირთულია სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებებით, ასევე ადგილზე გვეყოლება სანტა, რომლებიც ბავშვებს დაასაჩუქრებს სხვადასხვა საჩუქრებით. საღამოს 7 საათზე აინთება საზეიმოდ ნაძვის ხე, საღამოს დაასრულებს ასევე გრანდიოზული კონცერტი. მე მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო დამდეგიშობა ახალი წელი. მადლობა ამისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს. გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. პირველ რიგში მშვიდობას გისურვებთ და მადლობა დღევანდელი დღის გალამაზებისთვის. ლანჩხუთი ძალიან ლამაზია. ძალიან ბევრი გასართობია და მე თვითონაც ძალიან გავერთე. რუსთავიორის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. ტელეკომპანია სრულად ზურაბ ანჯაფარიძის 5 ნომრიდან იმაუწყებლებს. რუსთავიორი ემშვიდობება ისტორიულ სივრცეს, დელისის შენობას, სადაც წლების განმავლობაში ტელეკომპანიის საეთერო ფუნქციონირებდა. რუსთავიორი ახალ ეტაპს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით და სრულიად განახლებული ტექნიკით იწყებს. კურიერის სტუდია იყო ამ ოფისში და საეთერო მთელი ავტომატიზაციის სისტემა, სერვერები, არქივი, ფიზიკურად არქივი სადაც არის ეს მოცულობები, ყველაფერი დარჩა ძველ ოფისში. ისტორიული დღე არის, იმიტომ რომ 27 წლის ისტორია დელისის ოფისთან თავდება და იწყება ახალი ისტორია, უკვე მთლიანად მთელი რუსთავიორი იქნება ამ შენობაში, რომელშიც უკვე 12 წელზე მეტი არის, რაც ვართ. 24 წელი ამ შენობაში მუშაობ. ერთიანი გუნდი ვიყავით და გუნდი ერთი ვართ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ახალი შენობა როცა შევიძინეთ, აქ აპარატურა დამონტაჟებული იყო, გაწყობილი იყო ყველაფერი და იმის გადატანა შეიქმნა პრობლემა და ექსპერიმენტი ჩავატარეთ, რომ საეთერო 3 კილომეტრით დაშორებული იყო ცენტრალურ გუნდია თუ მთავარ ოფისს. ბევრჯერ იყო მცდელობა, რომ გადავსულიყავით და 13 წლიანი განშორების შემდეგ ერთი გუნდი გახდება. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. კურიერი პირდაპირ ეთერში 9 საათზე დაბრუნდება იზი ბურნაძესთან ერთად. დღის ყველა მნიშვნელოვან ამბავს კი გაიცნობით ვებ გვერდზე rustaviory.gr. მე გემშვიდობებით ხვალამდე. ნახვამდის.